ეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტრენინგის მე-6 მოდულში, რომელიც მოიცავს COVID-19-ის კლინიკურ მენეჯმენტს. ტრენინგი საქართველოში დაინერგა წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის სააქციო საზოგადოება ბალნეო სერვისის მიერ. კერძო დაფინანსებით და გათვალისწინებულია საჯარო მოხელეებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს მოდული COVID-19-ის რეაბილიტაციის შესავალია. რეაბილიტაცია არის COVID-19-ის კლინიკური მენეჯმენტის ძირითადი კომპონენტი და მოიცავს მთელი რიგი დარღვევების ახმოფხვრას მძიმე დაავადებების შემდეგ გამოჯამრთელებასა და ფუნქციონირების აღსადგენად. COVID-19-ის რეაბილიტაცია იწყება ადრეულ პერიოდში, როდესაც პაციენტი ჯერ კიდევ არ არის მწვავე კრიტიკული თერაპიის განყოფილებაში და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს. ტრენინგის ეს მოდული აღწერს ტიპიური მოვლის გზას, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვანია სამკურნალო ჯგუფის ყველა წევრისთვის. ამ კურსის საშუალებით გუნდს შეიძლება რეაბილიტაციის უკეთ ინტეგრირება კლინიკურ მენეჯმენტში, უკეთესი დაგეგმვის, კოორდინაციის და მიმართვისას, რომ პაციენტმა მიიღოს საჭირო ზრუნვა. ცალკეული ქვემოდულებით ჩატარდება დამატებითი სიღრმისეული ტრენინგი სპეციფიკური სარეაბილიტაციო ჩარევების შესახებ, სხვადასხვა სახის დარღვევებისთვის. ეს სლაიდი გვიჩვენებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის COVID-19-ის რეაბილიტაციის დაგეგმვის გზას. COVID-19-ის საწყისი რეაბილიტაცია ხდება მკურნალობის საწყის ეტაპზე. რეაბილიტაცია შეიძლება დაიწყოს სტაციონარულ პირობებში, მათ შორის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში და გაგრძელდეს პალატაში სტაციონარული რეაბილიტაციით, სახლში ან ამბულატორიული რეაბილიტაციით. ამ სასწავლო მოდულის ბოლოს თქვენ შეძლებთ აღწეროთ რეაბილიტაციის პოტენციური მოთხოვნები პაციენტის განთავსების დროს დაწესებულებაში. გაარჩიოთ მულტიდისციპლინური წვლილი მწვავე და პოსტმწვავე რეაბილიტაციაში. აღწეროთ რეაბილიტაციასთან დაკავშირებული პოტენციური გამოწვევები და რისკები და ამის მოგვარების სტრატეგიები. როგორც ახალი დაავადება, ჩვენი ცოდნა COVID-19-ის გავლენის შესახებ სწრაფად ვითარდება. ამ დროისთვის ბევრი ვიცით იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე კრიტიკული დაავადება. COVID-19 გარატანილი ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი ან ზომიერი დაავადება უვითარდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგან შეიძლება აღენიშნოს პოსტვირუსული დაღლილობის პერიოდი, არსებობს ახალი მტკიცებულებები, რომ ზოგიერთმა ადამიანმა მსუბუქი და ზომიერი დაავადებისგან გამოჯამრთელების შემდეგ შეიძლება განიცადოს სხვა მუდმივი სიმპტომები ან გართულებები, რომელიც ექვემდებარება რეაბილიტაციას. ადამიანების დაახლოებით 20%-ს განუვითარდება უფრო მძიმე სიმპტომები და დაახლოებით 5% მოითხოვს ინტენსიურ თერაპიას. ამ უფრო მძიმე დაავადების ზემოქმედებამ, სედაციამ და მექანიკურმა ვენტილაციამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის დარღვევები, რომელიც მოითხოვს რეაბილიტაციას. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალი გუნდი აცნობიერებდეს რეაბილიტაციის საჭიროების ალბათობას, რათა შეძლონ პაციენტების და მათი ოჯახების ინფორმირება და უზრუნველყოს საჭირო ნაბიჯების გადადგმა. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ზოგადად ვსაუბრობთ იმ დარღვევების შესახებ, რომელიც შეიძლება განიცადონ მძიმე პაციენტებმა COVID-19-ის შემდეგ. მაგრამ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს დარღვევები? ფილტვების ფუნქციების დაქვეითება, ფიზიკური მონაცემების გაუარესება და კუნთების სისუსტე, კომუნიკაციის დაქვეითება, საუბრის გაძნელება, დელირიუმი და სხვა კოგნიტური დარღვევები, შფოთვა და დეპრესია. ეს დარღვევები მოიხსენება როგორც ინტენსიური თერაპიის შემდგომი სინდრომი. ამასთან, ვისაც აქვს მძიმე COVID-19 და არ არის მოთავსებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, არ არის ვენტილირებული, გარკვეულწილად შეიძლება განიცადონ გართულებების საწყლში ხანგრძლივი წოლის შემდეგ. ვირუსული შეტევის და დაავადების ანტიბიოტიკ რეაქციების გამო პაციენტებს შეიძლება გაუჩნდეთ ისეთი გართულებები, როგორიც არის ღრმა ქსოვლის წნევის დაზიანებები, შარდის ან განავლის შეუყოვებლობა და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები. როგორც ადრე აღვნიშნეთ, ამ მოდულში განიხილება სარეაბილიტაციო ჩარევები, რომელიც გამოყენებულია ამ დარღვევების აღმოსაყრებლად. ამასთან, ჩვენ გადავხედავთ მათ ეტიოლოგიას და ვისწავლით როგორც წესი, ვის მიმართოთ მათი გამოვლენისას. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური გაუარესება და კუნთების სისუსტე რიგი ფაქტორების გამო. პირველ რიგში კრიტიკული დაავადების შედეგად ბევრ პაციენტს აღენიშნება პერიფერიული ნერვული სისტემის ანთება, რაც იწვევს რეფლექსების შემცირებას, კუნთების ტონუსის შეგრძნება და ზოგად პოლინეურომიოპათიას. COVID-19-ის ზოგიერთ პაციენტს აქვს მიოზიტის ფორმა კუნთის ფერმენტების მომატებით. სისხლის ანალიზში ამ ანთების ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს კუნთების ტკივილი და სისუსტე. კუნთების ატროფია შეიძლება წარმოიშვას ზოგიერთი პრეპარატის გვერდითი ეფექტი, როგორიც არის სტეროიდები ან ნეირომუსკულარული ბლოკირების საშუალებები, მეტაბოლური თავისებურებები, როგორიც არის ჰიპერგლიკემია, არასწორი კვება, ატროფია.
და ბოლოს, ხანგრძლივი უმოძრაობა იწვევს კუნთების ატროფიას. ფიზიოთერაპევტის მიერ ფიზიკური გაუარესების ან კუნთების სისუსტის აღმოსაფრთხებლად ხორციელდება ჩარევა. მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტის გეგმაში სხვა პროფესიონალების ერთვებიან, მაგალითად ოკუპაციური თერაპევტი, ექთნები, ფიზიკური და სარეაბილიტაციო მედიცინის ექიმები. SARS-CoV-2-ის ვირუსს შეუძლია მწვავე გავლენა მოახდინოს ფილტვებზე და გამოიწვიოს მეორადი ინფექცია ან პნევმონია და მწვავე რესპირატორული დისტრესიის სინდრომი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სუნთქვის ფუნქციაზე, გამოიწვიოს მუდმივი ქოშინი და ვარჯიშის აუტანლობა. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, ვირუსულ რესპირატორული სინდრომის ან პნევმონიის გამო, ფილტვების ფიბროზი, ფილტვების ანთების შედეგად. COVID-19 შეუძლია გაზარდოს ფილტვის ემბოლიების რისკი, რაც იწვევს არაადეკვატურ სისხლის მიმოქცევას ფილტვებში. ანთებითი მდგომარეობის გავლენას ახდენს გულმკერდის კუნთებზეც. ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ფილტვების არასაკმარისი გაფართოება კუნთების სისუსტის გამო. და ბოლოს, კიდევ ერთხელ, უმოძრაობა და ატროფია პირდაპირ კავშირშია ფილტვების ქრონიკულ დაქვეითებასთან. ფილტვების დაქვეითებული ფუნქციის მოგვარების მიზნით ხორციელდება ფიზიოთერაპევტის ჩარევა. კრიტიკული თერაპიის პირობებში რესპირატორული ფიზიოთერაპევტები ასრულებენ ჩარევას, რაც ხელს უწყობს ჟანგბადის მაქსიმალურ გაზრდას, სეკრეციის მართვას და სისუსტის ატროფიის შემცირებას. პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის და აღმასრულებელი ფუნქციის დაქვეითება, განსაკუთრებით მექანიკური ვენტილაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ და პოსტინტენსიური თერაპიის სინდრომის შემდეგ. COVID-19-ის პაციენტებში კოგნიტური დაქვეითების პათოგენეზი კარგად არ არის გასაგები, მაგრამ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, როგორც თავის ტვინის ვირუსის მიგრაციის სავარაუდო შედეგს, რაც ადასტურებს ზოგიერთ პაციენტებში ყნოსვის და გემოს დაკვებას. პოსტინტენსიური თერაპიის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის კოგნიტური დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსიურმა ენცეფალოპათიამ. კოგნიტური დაქვეითება უფრო ხშირად ჩანს პაციენტებში, რომლებიც მწვავე ფაზაში განიცდიან დელირიუმს. ინტერვენციები და დაქვეითებული შეგრძნებების მოსაგვარებლად ხორციელდება ოკუპაციური თერაპევტების და ფსიქოლოგების მიერ. ეს შეიძლება საკმაოდ ცვალებადი იყოს და ზოგიერთ ქვეყანაში კოგნიტური რეაბილიტაცია ხდება მეტყველების ან ენის თერაპევტების პრაქტიკის სფეროში. პაციენტებში ასევე ხშირია ფოთვა და დეპრესიის გაუარესება. COVID-19-ის შემდეგ გამოცდილების ტრამვების გამო ან იმის გამო, რომ მწვავდება ადრე არსებული ფოთვა ან დეპრესია. სამკურნალო ჯგუფის ყველა წევრი მზად უნდა იყოს პაციენტებისთვის ძირითადი ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. მაგრამ პაციენტებმა, რომელთაც აქვს ფოთვა და დეპრესია, სპეციალიზირებული კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ დაქვეითებული კომუნიკაციის უნარი ინტუბაციასთან დაკავშირებული ისეთი გართულებების გამო, როგორიც არის ხორხის ანთება და შეშუპება, აგრეთვე ვოკალური ტვინის წყლური, გრანულომები, დამბლა და სტენოზი. კომუნიკაცია შეიძლება დაქვეითდეს რესპირატორული პრობლემებით და სისუსტით, რაც იწვევს ვოკალიზაციის შემცირებას. ხოლო კოგნიტური და ენობრივი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვული სისტემის ჩათრევასთან, ასევე აისახება პაციენტის კომუნიკაციაზეც. მიუხედავად იმისა, რომ ინტუბაციასთან დაკავშირებული მსუბუქი ტრავმა ზოგადად საკმაოდ სწრაფად გვარდება, სადაც ტრავმა არის უფრო მწვავე, არსებობს რესპირატორული ან კოგნიტური ეტიოლოგია მეტყველების და კომუნიკაციის დარღვევის დროს. საჭიროებს რეაბილიტაციაში მეტყველების და ენის თერაპევტის ჩარევას. იქ, სადაც შეზღუდულია მეტყველების და ენის თერაპევტის წვდომა, ყელყურცხვირის ექიმებმა ან ოკუპაციურმა თერაპევტებმა შეიძლება უზრუნველყო მეტყველების პრობლემის მოყარება. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ დისფაგია, რაც ზრდის ასპირაციის რისკს. ეს უკმარისობა შეიძლება მოხდეს საერთო სისუსტის და შესაძლოა შემცირებული ნევროლოგიური ფუნქციონირების, ინტუბაციის ან მექანიკური ვენტილაციის შედეგად, რომელიც ცნობილია როგორც პოსტექსტუბაცია, დისფაგია, PED ან სხვა ნერვების და კუნთების პირდაპირ დაზიანება. დისფაგია ჩვეულებრივ აღინიშნება ინტენსიური თერაპიის პაციენტებში. ეს გამოწვეულია ასპირაციის და პნევმონიის მომატებულ რისკთან, ცხოვრების ხარისხის დაქვეითებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მისი ადრეული გამოვლინა და მკურნალობა. დაღლილობა, ასევე სუნთქვის ფუნქციის დარღვევა და განწყობის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანებში, რომლებსაც უჭირთ ყოველდღიური საქმიანობის მართვა, როგორიც არის თვითმოვლა და საშინაო სამუშაოების შესრულება. ეს შეიძლება განსხვავდებოდეს მათგან, ასეთ დროს პაციენტები საჭიროებენ პრაქტიკულ დახმარებას. დამოუკიდებლობის ხარისხზე შეიძლება გავლენა იქონიოს პირის მიერ COVID-19-ის ფუნქციონალურმა სტატუსმა და სისუსტემ, ხოლო იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არის საჭირო ჩარევა, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის საცხოვრებელ გარემოზე.
საერთოდ, ოკუპაციური თერაპევტები ექსპერტები არიან ყოველდღიური ცხოვრების საქმიანობის, ფუნქციონალური შესაძლებლობების და შეფასების საკითხებში და შეუძლიათ ჩაატარონ შეფასება, უზრუნველყონ დამხმარე პროდუქტები და შესთავაზონ რჩევები, რაც საშუალებას მისცემს ადამიანს უსაფრთხოდ დაბრუნდეს სახლში და თანდათან დაიბრუნოს დამოუკიდებლობა. დარღვევები, რომლებიც ჩვენ ახლახანს განვიხილეთ, პოსტმწვავე ფაზაში ჩნდება, მაგრამ რეაბილიტაცია შეიძლება დაიწყოს ბევრად უფრო ადრე, როცა პაციენტი მწვავე ან კრიტიკულ განყოფილებაში იმყოფება. საწყის ეტაპზე რეაბილიტაცია საჭიროებს მაქსიმალურ ჟანგბადის პოზიციონირებას და სუნთქვის ტექნიკას. მაგალითად, ფილტვების გაწმენდის მიზნით ჭარბის სეკრეციის მართვა და გართულების თავიდან აცილება, ადრეული მობილიზაციის გზით. მას შემდეგ, რაც პაციენტები სტაბილურები გახდებიან გამოჯამთლების ეტაპზე შეცვლის პროცესში, რეაბილიტაციის ფოკუსირება ხდება იმ დარღვევების იდენტიფიცირებასა და მოგვარებაზე, რომელიც შეიძლება განპირობებული იყოს დაავადების მიმდინარეობით. გრძელვადიან პრაქტიკაში რეაბილიტაცია მიზნად ისახავს ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის ოპტიმიზაციას და ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად გაზრდას მიმდინარე დარღვევების ფონზე. დროული შეფასება აუცილებელია პაციენტის მიმდინარე რეაბილიტაციის მოთხოვნების დასადგენად, მათი განმუხტვისთვის მზადყოფნის და იმის დასადგენად, თუ რომელი მეთოდებია საჭირო. ზოგიერთ პაციენტში ეს უნდა იყოს რუტინული. ამ პაციენტებს მიუკუთვნებიან ინტენსიური თერაპიიდან გამოწერილი პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19-ის მძიმე ფორმა. შეფასება უნდა იყოს ჩვეულებრივი იმ პაციენტებისთვის, რომლებშიც ვლინდება რაიმე დაზიანების ნიშნები, რომლებიც ადრე არ იყო ნახსენები. მაშინაც კი, როდესაც შეფასება დადგენილია, რომ რეაბილიტაცია არის საჭირო, მნიშვნელოვანია მოხდეს პაციენტის განათლება და მიეცეს რჩევა თვითმართვისას. შეძლების დაგვარად პაციენტებს უნდა მიეწროს წერილობითი რესურსი და კონტაქტები დამატებითი ინფორმაციის მისაღებ ან დახმარებისთვის. სასურველია გამოიყენოთ სტანდარტიზირებული შეფასების ინსტრუმენტები, როგორიც არის მობილობის და სუნთქვის ვარჯიშის სკრინინგი, რადგან ისინი, როგორც წესი, სანდო და ვალიდურია და შეიძლება სასარგებლო იყოს დროთა განმავლობაში ცვლილებების მონიტორინგისათვის. შეფასების შედეგები უნდა განიმარტოს თითოეულ პაციენტში ინდივიდუალურად, რათა დადგინდეს არის თუ არა რეაბილიტაციის საფუძველი და სად და როგორ შეიძლება ამის საუკეთესო მიწოდება. გათვალისწინებული უნდა იქნეს პაციენტის წინასწარი სტატუსი. მაგალითად, იყო თუ არა მობილიზირებული საავადმყოფოში მოსვლამდე, ან ჰქონდა თუ არა მეხსიერების პრობლემები. თერაპევტებმა ასევე უნდა გაითვალისწინოს პაციენტის სოციალური სტატუსი და სახლის გარემო. იმის გამო, თუ რა შესაძლებლობები ექნებათ მათ შემდგომი რეაბილიტაცია განაგრძონ სახლში. მაგალითად, სოფლად ან შორეულ რაიონებში მცხოვრებ პაციენტებს არ შეუძლიათ წვდომა რეაბილიტაციის ცენტრამდე და ხშირად თერაპიაზე დასწრებამდე რამოდენიმე საათის განმავლობაში უწევთ მგზავრობა. ამის შემდეგ, რაც შეფასების შედეგები განისაზღვრება, პაციენტების მდგომარეობის გათვალისწინებით, კურნალ გუნდს შეუძლია უკეთ განსაზღვროს, არიან თუ არა ისინი შესაფერისი სტაციონარული რეაბილიტაციისთვის, ამბულატორიული რეაბილიტაციისთვის ან ბინაზე დაფუძნებული რეაბილიტაციისთვის. გადაწყვეტილების მიღება შეიძლება დაეხმაროს რეფერალური კრიტერიუმები, რომლებიც ასახავს ვარიანტებს კონკრეტულ კონტექსტში. რეფერალური კრიტერიუმები შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან ფუნქციას საბაზისო მაჩვენებლებთან. ზოგიერთი პაციენტი შეიძლება მზად იყოს მწვავე თერაპიიდან გაწერისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყოს მზად უსაფრთხოდ სახლში წასასვლელად. მაგალითად, თუ ის კვლავ საჭიროებს ინტენსიურ დახმარებას, ან აქვს მაღალი რისკი, ის უნდა გადაიყვანოს სარეაბილიტაციო ცენტრში. იმის გამო, რომ ეს პაციენტი შეიძლება იყოს კვლავ PCR დადებითი, როცა ის ტოვებს კლინიკას, მნიშვნელოვანია უზრუნველყონ, რომ პალატა ან ცენტრი აღჭურვილი იყოს ინფექციის პროფილაქტიკის და კონტროლის ზომებით. მათ შორის პირადი დამცავი აღჭურვილობით. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რეაბილიტოლოგებს არ მიეცათ მათთვის საჭირო PPE წვდომა, განსაკუთრებით რესურსებით შეზღუდულ გარემოში, როდესაც გამოვლინდა სარეაბილიტაციო საჭიროება. თუ პაციენტებს არ სჭირდება სტანდარტული მოკლა ან ინტენსიური რეაბილიტაცია, მათ შეიძლება მიმართონ ამბულატორიულ რეაბილიტაციას ან ბინაზე დაფუძნებულ სარეაბილიტაციო სამსახურებს. როგორც ადრე აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია განიხილოს პოტენციური ბარიერები, მაგალითად სამგზავრო ან ფინანსური რესურსები. თუ სტაციონარული რეაბილიტაცია არ ხერხდება, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს მიეცეთ დისტანციური დახმარება, მაგალითად ტელარეაბილიტაციის გზით ან ინფორმაციის რესურსებით უზრუნველყოფა, მაგალითად ბროშურები, თვითმართვის ხელშესაწყობად. სარეაბილიტაციო პროგრამები ყოველთვის უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტის საჭიროებებსა და მიზნებზე. ამ სლაიდზე მოცემულია სარეაბილიტაციო ჩარევების კადრი, რომლებიც ძირითადად მწვავე ფაზაში მიმდინარეობს. ეს ჩარევები მოიცავს წვრთნებს, განათლებას და რჩევებს, იდენტიფიცირებულ გართულებებს და ფსიქოლოგიურ დახმარებებს სახლის პირობებში.
გრძელვადიან პერიოდში COVID-19 პაციენტებს, რომლებიც განიცდიან მუდმივ დახრილობას, ამცირებენ ვარჯიშის ტოლერანტობას, უჭირთ ყოველდღიური საქმიანობა, შეუძლიათ ისარგებლონ ფილტვების სარეაბილიტაციო პროგრამებით. ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებათ რთული სიმპტომები, სადაც ეტიოლოგია ნაკლებად ნათელია. ამ შემთხვევაში რეკომენდირებულია პაციენტების შეფასება სპეციალისტის ან სპეციალისტების მიერ მათი ანამნეზის შესაბამისად. COVID-19 რეაბილიტაცია არის კლასიკური მაგალითი, სადაც საჭიროა მრავალდისციპლინური მიდგომა, მოქმედი დომენების დიაპაზონი პოტენციურად ახდენს გავლენას ფართო სპექტრის უნარჩვევებზე, რომლებიც ჩვეულებრივ წარმოდგენილია სხვადასხვა სარეაბილიტაციო დისციპლინებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეიძლება განსხვავდებოდეს ქვეყნიდან ქვეყანაში და სხვადასხვა გარემოში, მაგრამ იგი ჩვეულებრივ შედგება ფიზიოთერაპევტების, ოკუპაციური თერაპევტების, მეტყველების თერაპევტების, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური პროვაიდერებისგან და რთულ შემთხვევაში ფიზიკურ და სარეაბილიტაციო მედიცინის ექიმებისგან. სარეაბილიტაციო შესაძლებლობები ძალზე ცვალებადია ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის პირობებში. ის შეიძლება უკიდურესად განუვითარებელი იყოს. ეს ნიშნავს, რომ გუნდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან რეაბილიტაციის პროფესიონალების ინტეგრირების და შესაბამისი სერვისების მოძიებაში, პაციენტების გადასაცემად. ამ სიტუაციაში პაციენტები უფრო მეტად დამოკიდებული იქნებიან რჩევებზე და თვითმართვაზე და შესაძლოა დისტანციურად მიიღონ მხარდაჭერა იმ დაწესებულებებში, სადაც რეაბილიტოლოგები არიან. თუ შემდეგ ეტაპზე ხელმისაწვდომია საეჭვოა აუცილებელი იქნება ინფორმაციული რესურსების ქონა, რომლებიც პაციენტებს უნდა დაუბრუნონ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირადი დამცავი აღჭურვილობა ყოველთვის უნდა იყოს კონტროლირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საავადმყოფოები მას გარეთ გამოიყენებენ. რეაბილიტაცია ასევე შეიძლება მოიცავდეს უამრავი აღჭურვილობისა და დამხმარე პროდუქტების გამოყენებას, როგორიც არის სასეირნო საშუალებები, წონაგირები და სავარჯიშო დანადგარები. ეს შეიძლება გახდეს ვირუსის გადაცემის მიზეზი, თუ ისინი გადანაწილებულია COVID დადებით და COVID უარყოფით პაციენტებში და როდესაც მათ პერსონალი მართავს ხელთათმანების ან სხვა საჭირო პირადი დამცავი აღჭურვილობის გარეშე. ამიტომ პერსონალმა უნდა შეიმუშაოს, განახორციელოს ინფექციის პროფილაქტიკის და კონტროლის მკაფიო პროტოკოლები აღჭურვილობისა და დამხმარე პროდუქტების გამოყენების დაწვრთნების შესახებ. ამიტომ საჭიროა იყოს სასურველი რაოდენობის აღჭურვილობა. ობიექტები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი მომარაგების ხაზის შექმნაზე. იქნება ეს შესყიდვების გაზრდის გზით, ობიექტების საშუალებით, სადაც მომსახურება შეფერხებულია, თუ მარაგების გამოყენებით, მათი არსებობის პირობებში. არსებობს რისკი, რამაც შეიძლება შეზღუდოს რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა და პაციენტების კომპრომისული ფუნქციონირების შედეგები. ცუდად კოორდინირებული მოვლა, სამწუხაროდ ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეაბილიტაცია არ იწყება ადრეულ ან არ არის გათვალისწინებული პაციენტების მოვლის გეგმები. პროფესიონალი რეაბილიტოლოგები უნდა იყოს სამკურნალო გუნდის აქტიური წევრი, რომელთაც მკაფიო კომუნიკაციის ხაზი აქვს და ექიმებს ექვემდებარებიან. საავადმყოფოების საწოლებზე მოთხოვნის მწვავე ტალღის ფონზე აუცილებელია პაციენტების გაფილტრვა, რომელთაც არ სჭირდებათ ინტენსიური სამედიცინო დახმარება. აქ სარეაბილიტაციო ცენტრები მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სამედიცინო სტაბილურობა არ ცდება. შემდგომი ზარალი შეიძლება ადვილად მოხდეს მომსახურების შეფერხების ფონზე და მნიშვნელოვანი რისკია მათთვის, ვინც ბრუნდება სოფლად ან შორეულ რაიონებში, რომლებსაც არ შეუძლიათ ადვილად დაესწრონ ამბულატორიულ თერაპიას. საჭიროა აღინიშნოს ეს რისკი და პაციენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რაც შეიძლება ახლოს იყოს სახლთან და იყოს უზრუნველყოფილი პროფესიონალური დახმარების მიღების ალტერნატიული რეჟიმებით, მაგალითად ტელეკლინიკით და მიეცეს თვითმართვის საკმარისი ინფორმაცია. და ბოლოს, კომუნიკაცია შეიძლება ჩაიშალოს ენობრივი ბარიერების, კულტურული ფაქტორების ან მოსმენის, მხედველობის შემცირების დარღვევების გამო. ნიღბებმა შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფრონ კომუნიკაციის ბარიერები, რადგან ის ხელს უშლის ტუჩებით კითხვას და ამცირებს ვოკალურ სიწმინდეს. მნიშვნელოვანია, სადაც ეს შესაძლებელია ოჯახის ან მზრუნველის ჩართვა, სიტყვიერი კომუნიკაციის მხარდაჭერა წერილობით რესურსებთან და საჭიროების შემთხვევაში თარჯიმნის გამოყენება. დასკვნის სახით, COVID-19-ის მძიმე პაციენტებმა შეიძლება განიცადონ მთელი რიგი დარღვევები, რომლებიც საჭიროებს მრავალდისციპლინარულ რეაბილიტაციას. მოვლის პროტოკოლები უნდა მოიცავდეს მოსალოდნელი გაუარესების შეფასებას პაციენტებისთვის, უფროსი ასაკის პაციენტებისთვის. ბევრ პაციენტს, ვისაც ჰქონდა მძიმე COVID-19, დასჭირდა სტაციონარული რეაბილიტაციის პერიოდი. გამოყენებული უნდა იქნეს საგანმანათლებლო რესურსები და დისტანციური მიწოდება, რათა დაეხმარონ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ შეზღუდული წვდომა სარეაბილიტაციო პერსონალზე.
კვლავ იჩენს თავს სასარგებლო რესურსები რეაბილიტაციის ხელშესაწყობად, მათ შორის სპეციალიზირებული სასწავლო კურსები, PAN ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის ან PAHO-ს მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სახელწოდებით რეაბილიტაციის დროს COVID-19 ეპიდემიისთვის. მოცემულია COVID-19 პაციენტების სარეაბილიტაციო საჭიროებების სასარგებლო შეჯამება პოსტმწვავე და გრძელვადიანი ფაზები. ფიზიოპედიის მიერ ჩატარებული სასწავლო კურსი შეიძლება ასევე იყოს სასარგებლო სასუნთქი ფიზიოთერაპევტებისთვის, რომლებიც მუშაობენ COVID-19-თან კრიტიკული მოვლის პირობებში. და ბოლოს, ჯანმოს რეაბილიტაციის ვებგვერდზე მოცემულია მთელი რიგი რესურსები, რომლებიც ზოგადად გამოიყენება ჯანდაცვის სისტემების რეაბილიტაციის განმტკიცების მიზნით. ამით დასრულდა ტრენინგის პირველი მოდული რეაბილიტაციის შესახებ. ტრენინგი საქართველოში დაინერგა წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის სააქციო საზოგადოება ბალნეო სერვისის მიერ, კერძო დაფინანსებით და გათვალისწინებულია საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრების, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.